მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სამედიცინო პოდკასტ ნინო მარღიშვილთან ერთად და როგორც ყოველთვის საუბრობთ ძალიან აქტუალურ და საინტერესო თემებზე. დღეს ჩვენი ვიდეო ეპიზოდის თემა გახლავთ ქალბატონების ჯანმრთელობა, უმნიშვნელოვანესი თემაა. დღეს ჩვენ შევეხებით ისეთ საკითხს, როგორც არის თუ რა მნიშვნელობა აქვს დრო სკრინინგს და პრევენციას ამ მიმართულებით ქალბატონების კვლევის, რა გართულებებს შეიძლება წავაწყდეთ დაგვიანების შემთხვევაში, ხშირად სამწუხაროდ ჩვენ გინეკოლოგს ვაკითხავთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე არის გარკვეული ჩივილები ან დისკომფორტი, მაგრამ ამ დროს არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ დაავადება შეიძლება ვითარდებოდეს ყოველგვარი ჩივილების გარეშე და როდესაც ხდება გინეკოლოგთან ვიზიტი, უკვე საკმაოდ რთულად სამკურნალო და ხანგრძლივად სამკურნალო ფორმასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ამ და სხვა ბევრ საინტერესო საკითხზე სასაუბროთ, ჩვენ დღეს მოვიწვიეთ ძალიან კომპეტენტური სტუმარი, გინეკოლოგი ქალბატონი მაია პარკაია, რომელიც თქვენს კითხვებს უპასუხებს ამომწურავად. მოგესალმებით ქალბატონი მაიკა. დიდი მადლობა რომ მობრძანდით. ძალიან საინტერესო თემა გვაქვს დღეს და ძალიან აქტუალური. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მეტი სასაუბრო გვაქვს ამ თემის გარშემო, მეტი ინფორმირებაა საჭირო ჩვენი ქალბატონებისთვის, რომ უფრო ეფექტურად აწარმოონ სკრინინგი და პრევენციული დიაგნოსტიკა ამ მიმართულებით, ანუ ქალური ჯანმრთელობის გინეკოლოგიის მიმართულებით. თქვენი გამოცდილებით ქალბატონების დამოკიდებულება როგორი არის საქართველოში პრევენციული შემოწმების მიმართ? ჩემი გამოცდილებით ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი. იმიტომ რომ ქართველი ქალი ფიქრობს, თუ არ მაწუხებს, არ უნდა მიმართო გინეკოლოგს. სამწუხაროდ ასეა. პირიქით, ზუსტად მაშინ უნდა მიმართოს გინეკოლოგს, როდესაც არ აქვს ჩივილები. იმიტომ რომ პრევენციის მთავარი არსი რა არის? არის ჯანმრთელობის შეფასება კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე. სამწუხაროდ ცნობიერება პრევენციის გამოკვლევების მიმართ, რა თქმა უნდა, გაიზარდა ქალებში, მაგრამ ბევრი მაინც მიმართავს გინეკოლოგს მაშინ, როდესაც უკვე ჩივილები უვლინდებათ. გასაგებია. სამწუხაროდ კი გეთანხმებით რაღაცნაირი სტიგმა და რაღაცნაირი თემა აი არ მაწუხებს ესე ხო, ანუ ხშირად ხმენია ფრაზა, არაფერი არ მაწუხებს და რატომ უნდა წავიდე ექიმთან და ამ დროს როგორც მეც ვახსენე შესავალში სხვადასხვა დაავადებები შეიძლება აბსოლუტურად უსიმპტომო და ფარულად მიმდინარეობდეს, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გინეკოლოგთან დროულ ვიზიტს და პროფილაქტიკურ კვლევებს. აი რა ასაკიდან და რა ინტერვალებით უნდა მოხდეს ვიზიტი გინეკოლოგთან პროფილაქტიკური გასინჯებისთვის, რომ გითხრათ? ასაკი შეიძლება 12-დან 14 წლამდე. 12-14 წლის ასაკში ეს პირველი ვიზიტი, როდესაც menstruatsiya წება გოგონებს, ასე ვთქვათ, მენარქე პირველი menstruatsiya. შემდეგ სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ აუცილებლად და წელიწადში ერთხელ გინეკოლოგის ვიზიტი აუცილებელია, თუ არ აქვს ჩივილები, მაგრამ თუ გარკვეული ჩივილები აქვს, მაშინ უფრო ხშირად. 3 თვეში ერთხელ ან 6 თვეში ერთხელ. გასაგებია და რას მოიცავს ეს პირველადი პროფილაქტიკური კვლევები, რა გამოკვლევები ტარდება და რას ვაფასებთ ამ გამოკვლევების შედეგების მიხედვით? ეს არის რუტინული კვლევებია, პირველ რიგში გინეკოლოგის კონსულტაცია, სარკეებში საშოს სხეულის და საშოს კედლის ლორწოვანის შეფასება, გამოკვლევები ნაცხი ფლორაზე, საჭიროების შემთხვევაში პაპ ტესტიც შეიძლება იყოს და გინეკოლოგიური ეკონოსკოპია. ეს არის ის გამოკვლევები, რომლებიც აფასებენ სრულად გენიტალური სისტემის ფუნქციას. თუ დამატებით რაიმე გამოვლინდა, რა თქმა უნდა, დამატებითი გამოკვლევები შეგვიძლია დავამატოთ. შემდეგ უკვე გაფართოებულად, დიახ. რომ ამოხსნათ ჩვენს მენას, რა არის პაპ ტესტი და რატომ არის ის სასწრაფოდ მნიშვნელოვანი მასზე გამოკვლევის ჩატარება? პაპ ტესტი ეს არის საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა. ანუ უჯრედის დეფექტის, შეცვლილი უჯრედის გამოვლენა. საკმაოდ მარტივი, მაგრამ ამავდროულად ინფორმატიული მეთოდია. ხდება სპეციალური ბრანშით, საშვილოსნოს ყელის არხიდან და ზედაპირიდან ნაცხის აღება, შემდეგ მინაზე დაფიქსირება და ლაბორატორიაში პაპა ნიკოლაუსის მეთოდით შეღება, ამიტომაც ქვია პაპ ტესტი.
რატომ არის ინფორმატიული? ზუსტად უჯრედის დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში პაპ ტესტის გამოკვლევით ვლინდება საშულოსნოს ყელის კიბოს წინა დაავადებების გამოვლენა ადრეულ ვადაზე და რა თქმა უნდა პრევენციის მთავარი არცი როგორც თქვი ადკლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე დაავადების დაფიქსირება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პაპ ტესტი და ზოგადად სკრინინგული პროგრამა პაპ ტესტზე არის დაყრდნობილი. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ქალი მიმართავს დროულად პრევენციულ გამოკვლევებს და ჩაიტარებს პაპ ტესტს, ეს იქნება სკრინინგული პროგრამით თუ არა სკრინინგული პროგრამით, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. კი ბატონო, ვუთხრათ ჩვენს მსმენელს არის სახელმწიფო პროგრამა. დიახ, ასე კი და თქვენს კლინიკაში როგორც ვიცი ხელმისაწვდომია. სამწუხაროდ იანვრიდან უკვე აღარ ფუნქციონირებს. 25 წლიდან 60 წლის ჩათვლით შესაძლებელია სრულიად უფასოდ გამოიკვლიონ. თუმცა არის ბოლო 1 წელია, რაც ცვლილებები მოხდა ასაკობრივ ზღვარში, ანუ 25 წლიდან 29 წლის ჩათვლით კეთდება პაპ ტესტი და 30 წლიდან 60 წლის ჩათვლით HPV DNM გენოტიპირება. ეს უფრო ღრმა კვლევაა. კი ბატონო და ვაქცინაცია რამდენად ხელმისაწვდომია? მისაწვდომია. თქვენი აზრი რომ გითხრათ ამ ვაქცინასთან დაკავშირებით, თქვენი პროფესიონალური აზრი ეს არის ერთ-ერთი პრევენციის ერთ-ერთი ასე ვთქვათ მეთოდი, რომელიც გვიცავს შემდგომში საშულოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან. ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში, პოლიკლინიკებში, სრულიად უფასოდ. ასაკობრივი ზღვარი ქალბატონებში არის 10-დან 45 წლის ჩათვლით, ხოლო მამაკაცებში 10-დან 26 წლის ჩათვლით. ძირითადად სასურველია გაკეთდეს ვაქცინაცია ჩატარდეს სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, რადგან ზუსტად ამ მოზარდებში ამ პერიოდში ჩდება კარგი მყარი იმუნური პასუხი, თუმცა სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგაც არის შესაძლებელი გაკეთება. გასაგებია, მადლობა. აქვე მინდა გკითხოთ, მსმენია სამწუხაროდ რომ სკრინინგის შედეგებს პაციენტმა შესაძლოა სულაც ინტერნეტში გადაიკითხონ შედეგების შესახებ და აღარ მიმართონ ექიმს თუ ჩათვლიან რომ არ არის საჭირო ვიზიტი თავად ინტერნეტის ინფორმაციის საფუძველზე. ნუ სამწუხაროდ არის ესეთი ფაქტები და ასეთ შემთხვევაში რა ასეთყვით ჩვენს მსმენელს და რამდენად ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომაა, მაგრამ მინდა რომ თქვენი როგორც პროფესიონალის აზრი დააფიქსიროთ. პირველ რიგში ინტერნეტით დიაგნოსტირება, სრულყოფილი დიაგნოსტირება არ არის. აქ შეიძლება იყოს როგორც გადაჭარბებული დიაგნოსტირება, ჰიპერდიაგნოსტირება, რასაც ჩვენ ვეძახით და პირიქით. საკმარისი არ იყოს მხოლოდ ეს გამოკვლევა და სრული დიაგნოზიც არ დაისვას. ამიტომ აუცილებლად არ აქვს მნიშვნელობა. სკრინინგული გამოკვლევა იქნება თუ სხვა გამოკვლევა, ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ექიმის მიერ. კი ბატონო. გითანხმებით ნამდვილად და აქვე დავამატებ სამწუხაროდ არა მხოლოდ ამ მიმართულებით, ყველა მიმართულების მედიცინაში თვითმკურნალობა ჩვენს პოპულაციაში საკმაოდ გავრცელებულია სამწუხაროდ მეზობელმა მირჩია და ნათესავს დაუნიშნეს და ასე შემდეგ კიდევ მრავლად რეკლამირდება პრეპარატები ჩვენს ბაზარზე და ასე შემთხვევით რეკლამაში ნანახი პრეპარატებით მკურნალობა რამდენად საშიში და დამღუპველი შეიძლება იყოს გინეკოლოგიური მიმართულებით. რა საფრთხეებს შეიცავს რომ უთხრათ ჩვენს პირადად მე ვიყავი მომსწრე აფთიაქში, როდესაც ფარმაცევტს ეკითხება მომხმარებელი თუ რომელი სანთელია სასურველი ამ დაავადების დროს, რა თქმა უნდა არ შეიძლება. იმიტომ რომ ასეთი მკურნალობის დროს კი შეიძლება სიმპტომატიკა გაქრეს. მაგრამ მარტო სიმპტომზე არ უნდა იმოქმედოს. მიზეზი რჩება. მიზეზი რომელმაც გამოიწვია ეს დაავადება. ამიტომ თავიდან აცილების, გართულებების აცილების მიზნით ქრონიკულ ფორმაშიც რომ არ გადავიდეს დაავადება, სასურველია ექიმთან ვიზიტი, ექიმის დიაგნოსტირებით, ექიმის დანიშნულებით მოხდეს მკურნალობა და არ მოხდეს მუდმივად გარკვეული დაავადებების რეციდივები, რაც ხშირია. რა თქმა უნდა, ნუ სხვადასხვა
პრეპარატების უამრავი სანთლები არსებობს ადგილობრივი, რომელიც ერთ-ერთი ასე ვთქვათ, რგოლი შეიძლება იყოს მკურნალობაში. შეიძლება ისიც თუ სწორად არის შერჩეული ის შემადგენლობა, რაც თუ ჭირდება ის შემადგენლობა, რაც არის ამ კონკრეტულ სანთლებში, ამიტომ აუცილებლად ექიმის დანიშნულებით იმ მკურნალით ქალბატონებო გვირჩევს ქალბატონი მაიკო. აქვე მინდა გკითხოთ, უსიმპტომოდ შესაძლებელია რაიმე ინფექციის არსებობა? შესაძლოა იყოს რაიმე ინფექცია გინეკოლოგიური მიმართულებით და უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. რა ინფექციებია ეს? სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ძირითადად უსიმპტომოდ, თუნდაც საშუალოსნოს ყელის კიბო. ეს არის უსიმპტომო მიმდინარე დაავადება და ეს პერიოდი შეიძლება 10-15 წელიც იყოს. ამიტომაც აქვს არსი პრევენციული გამოკვლევების ჩატარება, რომ არ გამოგვეპაროს ეს უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებები და დროულად მოვახდინოთ მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა. აქვე მინდა გკითხოთ, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად მოახდეს, მაგრამ თქვენი აზრით მაინტერესებს, რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში არასწორი მკურნალობის შედეგად რეპროდუქტიული უნარი რამდენად შეიძლება გაუარესდეს ან ზოგადად საფრთხე შეექმნა შვილოსნობას დაავადების არასწორი მკურნალობის და გახანგრძლივებული ინფექციების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ზოგადად გახანგრძლივებული ინფექციები, თუნდაც ქრონიკული ინფექციები ან მორეციდივე იწვევს ასე ვთქვათ შეხორცებითი პროცესების განვითარებას და მგრძნობიარე ძირითადად არის მილები. მილებში ჩამოყალიბება ამ შეხორცებითი პროცესის ვიცით იწვევს უშვილობას, რომელიც ძალიან ხშირია. ძალიან ხშირია, ამიტომაც სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა ეს არის მთავარი არსი ზოგადად რეპროდუქციული სისტემის ჯანსაღი რეპროდუქციული სისტემის. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ინფექციები. მინდა გკითხოთ, რამდენად აქვს მნიშვნელობა პარტნიორების ერთდროულ მკურნალობას? აუცილებელია. აუცილებელია, თუმცა უროლოგები არ მეთანხმებიან, ხშირად მაქვს კამათი. მათთან აუცილებელია და რატომ? იცით, სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია მხოლოდ ერთი ადამიანის ინფექცია არ არის. შესაძლებელია ქალმა იმკურნალოს, ქალს აქვს ჩივილები, გამოვლენილი ჩივილები, მამაკაც ანატომიიდან გამომდინარე, ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე ჩივილები არ აქვს. თუმცა შესაძლებელია ჰქონდეს ინფექცია. ამიტომ სწორი მკურნალობა არის, როდესაც ორივე პარტნიორი მკურნალობს. აქ შეიძლება იყოს ასეთი სიტუაცია, რომ მამაკაცმა უარი განაცხადა მკურნალობაზე, ქალმა იმკურნალდა და რეციდივით მოვიდა ისევ. და ესეთი შემთხვევები რომ არის სასურველია ჩატარდეს ორი. კი ბატონო. და როდესაც ერთ-ერთი პარტნიორის გამოკვლევა ხდება და ხდება დადასტურება ინფექციის, საჭიროა კიდევ მეორე პარტნიორთანაც კვლევების ჩატარება თუ იდენტურად ინიშნება. იცით სასურველია ჩაუტარდეს. სასურველი ეხა ჩატარდეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. მე მინდა გთხოვოთ მიმართოთ ჩვენს მენელს და მიმართოთ მათ იმ ქალბატონებს, ვისაც დღემდე ვერ გადაუწყვეტია გინეკოლოგთან მისვლა და ყოველდღე გადადო ეს ვიზიტი. რას ეტყოდით მას, რას ურჩევდით? აუცილებლად გადალახონ ეს შიში, გინეკოლოგთან ვიზიტის შიში. გადალახონ გინეკოლოგიური манипуляციის შიში. ეს არ არის მხოლოდ დაავადების განსაზღვრა, ვიზიტი გინეკოლოგთან. ეს არის საკუთარ თავზე ზრუნვა. მთავარი ფუნქცია ქალის არის შვილოსნობა, რეპროდუქცია და ბუნებრივია ეს არის ასევე მომავალ თაობაზე ზრუნვა. ამიტომ ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ, როცა ჩივილები არ აქვს, ქალმა უნდა მიმართოს გინეკოლოგს. ბუნებრივია ამით აიმაღლებს იმუნურ სისტემას და ექნება ჯანსაღი რეპროდუქციული სისტემა. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, სასიამოვნო საუბრისთვის და საინტერესო საუბრისთვის. დარწმუნებულ ვარ, ჩვენ მასვენელმა ყურადღებით გისმინათ. ქალბატონებო, გაითვალისწინეთ ჩვენი ექიმის რჩევები. მადლობა რომ გვიყურეთ და დარჩით ჩვენთან და თუ მოგვეწონათ ჩვენი გადაცემა, არ დაგავიწყდეთ ჩვენი გვერდის გამოწერა, რათა ბევრი საინტერესო რამ მოისმინოთ. დაგემშვიდობებით. მადლობა.